ფიქრობდი, ხა ეს ვიდეო რაზე გამეკეთებინა და თან არ მინდა ხოლმე ან რამოდენიმე ესე მიყოლებით არის მოსმოდოზე გავაკეთო, ან რამოდენიმე მიყოლებით იგივე თემაზე და ვფიქრობ ხოლმე რა შევცვალო და თემების მოფიქრებაც ეს ერთულია. მოკლედ დღეს უბრალოდ გადავწყვიტე რომ ერთი დღე გაგატარებინოთ ჩემთან ერთად. რასაც გავაკეთებ, უბრალოდ გაჩვენებთ, ახლა ვფიქრობ რომ წავიდეთ ერთ კაფეში და იქ ვიმუშაო, იმიტომ რომ შეიძლება მიდიოდა თან სახლში ვერჩები. ხოდა თქვენს დაგათვალიერებინებთ იმ კაფეს, რითიც კი არ ვიცი ჯერ ზუსტად სასწავლად. ეს ჩემი ველო გავაკეთე და მოვიწყდა ამის თქმა. ძალიან მენატრებოდა. წავედით. ნოემბრის შეიძლება ითქვას ძალიან კაი ამინდია, მაგრამ ძალიან თქვენთვის კარგად არ მიჩვენებია სად ვცხოვრობ. მე გაჩვენებთ მაგაზე, მაგრამ აი ჩემს გარშემო რა ნაწილებიც არის ქალაქის, იმებს გაჩვენებთ ახლა. ეს დეთლილი აპოთეკ. დეთლილი აპოთეკ არის მგონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესტორანი დანიაში, იმიტომ რომ როგორც ამბობენ, ჰანს კრისტიან ანდერსენი დადიოდა ამ რესტორანში და აი ძალიან ავთენტური არის ყველაფერს, ნუ ეს ჩოკა. ძალიან ავთენტური არის მოკლედ რა, დანიური საკვები, საჭმელები, ყველაფერი გადასარევია, მომსახურებაც გადასარევია, იმიტომ რომ ძალიან საყვარელი ხალხი მუშაობს. აი ჩემი წარმოიდგინეთ ჩემი შენობის გვერდზე. ყველაზე ცენტრალური ადგილი იმ შენობის, სადაც ვცხოვრობ. და ძალიან ავთენტური არის ინტერიერიც, უსაყვარლესია, ძველ სტილშია. მოკლედ აი რავი თუ გადაწყვეტთ დანიაში და არ იცით სად დასხდეთ და რა მირთვათ, დეთლილი აპოთეკში აუცილებლად უნდა მოხვიდეთ. აქვე არის რაუნდ თაუერი. ალბათ ეს გაგონილი გექნებათ. დაახლოებით 2 წუთი არის ჩემი სახლიდან. აქ ძალიან ბევრი ხალხი მოდის ხოლმე და ადის ზემოთ. იმიტომ რომ ძალიან კაი ხედია ზემოთ. და აქვე არის რაუნდ თაუერის გვერდით ეს სტუდენტების სახლი, სადაც ძალიან ხშირად დავდივარ ხოლმე. და ეს არის ყველაზე პოპულარული ქუჩა, საშოპინგო ქუჩა. მგონი ყველაზე გრძელი საშოპინგო ქუჩა არის მთელს ევროპაში. ძალიან ბევრი ხალხია დღეს. ნახეთ, ანუ აქ რო ფლიმარკეტები ძალიან ხშირია, უკვე იცით, რა ბევრჯერ მithქვამს ძალიან. ეხლა რაუნდ თაუერის გვერდით არის ეს რაღაც საყვარლობები გაშლილი, უეჭვალოდ ხელნაკეთია. პატარა ბრენდების არის ხოლმე უმეტესად. ნახოთ აბა. ოი, ძალიან საყვარლობებია ეს საყურები. აბა ესენი ვნახოთ. აქ რა გვაქვს? აი ნუ ესენი რა ლამაზებია, ზუსტად საჩემოა, მეთვლებზე ვგიჟდები, ისე მიყვარს. ფაქტობრივად უფასოდ ვარეკლამებ. ზოგადად დანიელებს ძალიან უყვართ ხის რაღაცაები, აი ძალიან. და არც აქ გასაკვირი, ახლა აქაც რაღაცაებს რომ ხვდებით ხისგან დამზადებულ. რაღაც არ მინდა ცენტრში ყოფნა, იმიტომ რომ რაღაც პატარა ბაბლისავით არის და ამ ბაბლიდან ხშირად არ მიწევს ხოლმე გასვლა, იმიტომ რომ ყველაფერი აქ ხდება და დღეს რაღაცა გასulis ხასიათზე ვარ, ამიტომ წავიდეთ ნორებროში. ჩემი საყვარელი ნეიბორჰუდია. მოდი აქაურობასაც გაჩვენე. ეს ჯერ კიდევ ცენტრია. ალბათ ჩემი სახლიდან 2-3 წუთი. ნაძვის ხეები. ყოველთვის არის ერთი სტენდი მაინც ცხელი სასმელებისთვის და ძალიან მიყვარს. აქეთაც რა საყვარელია ნაძვის ხეები. მოკლედ უკვე საშობაო განწყობა აქ უკვე თვე, დაახლოებით 9 თვეა. ვიდეოებს რო წერ ხოლმე, ძალიან მინდა რომ აი რეალურად ყველაფერი როგორცაა, ისე გაჩვენოთ რა, იმიტომ რომ თუ აქ ჩამოსვლას დააპირებთ, ან სწავლას, მე რა უფრო რთულია ხოლმე რაღაცა დიდი მოლოდინები რო გაქვს, იმიტომ რომ ვიცი ინფლუენსერები ან ნებისმიერი ადამიანი, ვისაც საკუთარი არხი აქვს, უმეტესად გაჩვენებენ ხოლმე რაღაცა ის საუკეთესო ნაწილებს რა და ამიტომ დიდად იმასაც არ ვცდილობ, რომ აი
რაღაცა გადასარავი რაღაცები ვაკეთო დღის განმავლობაში მხოლოდ იმიტომ რომ ვიდეო ჩავწერო უბრალოდ რასაც ვაკეთებ დღეს აი მართლა ზუსტად იმ რაღაცებს გაჩვენებთ რა და ჩემი ერთი დღე როგორია გამომყევი Adori წუთია გასული მის მერე რაც საშინელი ქარი იყო და ეხლა არის რაღაცა იდეალური ამოდი ვერ გაიგებ ამ დანიის ამის ამ ტერიტორიას ქვია ლეიქს და ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ადგილია ამდენი ხალხი ხშირად არაა ხოლმე ქუჩაში და ეხლა გავიაზრე რომ მზეა და მაგიტო ამიტომ აქ ხო იცით რომ Se ფუფუნება ნოემბერში განსაკუთრებით. ხო რა უნდა მეთქვა კიდე. მიკროფონი გამოვიწერე, იმიტომ რომ გავიაზრე რომ საერთოდ აზრი არ აქვს ხოლმე რაღაცების გარეთ ჩაწერას, როცა ქარია და რატო ვიტანჯავ ჩემს თავზე თქვენც რატო გტანჯავთ? მოკლედ არ ვიცი, ამიტომ ალბათ რამოდენიმე დღეში მექნება უკვე. და იმედია შემდეგ ვიდეოს მაინც მოვუსწრებს. და მე ვნახოთ. მერე less annoying იქნება ეს ხარი. მაგრამ ყოველთვის წერობს მოვიშლის. აქ გადავწყვეტე კაპუჩინო ავიღო და ბარემ აქვე დავჯდები, ცოტა ხანს ჩემს დღიურს ჩავწერ. აქ გადავწყვეტე, დავჯდე ცოტა ხანი. ჩემი ჟურნალიც თან მაქვს დღეური და დავწერ რაღაცებს, ან წავიკითხო წიგნს წამოვიღე. დღეს ყველა გარეთაა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ცივა, მაინც ყველა გარეთაა, იმიტომ რომ მზეა. და ძალიან სასიამოვნოა, ეხლა რომ გამოვედი, მეც მომინდა, რომ უბრალოდ გარეთ ვიყო და აი ეს ცხელი რაღაც დავლიო. ძალიან საყვარელი გამყიდველი იყო ჩილედან. ცოტა წავიჭორავე და ეხლა დავჯდეთ აქ. მოვწრუპოთ კაპუჩინო. და ვიფიქროთ ცხოვრების აზრს. არა, ვიფიქროთ დღეს რა უნდა გავაკეთო, ალბათ დავგეგმო რაღაცებს. ისე წამოვედი სახლიდან, საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა, სად მივდიოდი. ერთადერთი რაც ვიცოდი ის იყო, რომ უბრალოდ მინდოდა სადმე გასვლა დღეს და თან მინდოდა მარტო. რაც ძალიან მიხარია ხოლმე, იმიტომ რომ წინა ვიდეოში ვინც ნახეთ, ხო გესაუბრეთ, რომ ზოგჯერ მარტო ვერ რჩები უბრალოდ რა, როცა საზღვარგარეთ ხარ. უფრო გიმარტოვებს რაღაც სიმარტოვის შეგრძნებას, თუ რაღაც აქტივობებს გააკეთებ შენ თავთან და ესე შემდეგ და ეგ საერთოდ აღარ მაქვს. რაც ძალიან მიხარია, ისე მიყვარს მარტო ყოფნა, ვეღარც აღიწერთ. მაგრამ ეგეც ნუ მაშინ, როცა იცი, რომ ზოგადად კარგი მეგობრები გყავს, რაც ამ სემესტრში ეგრეა, უეჭველად ვიცი და როცა იცი, რომ ნებისმიერ დროს აი მზად შემოწუხებ და იმ ყველაფერს წარმოვიდგენდი და ამას არა დღეს. და რა ვიცი, რომ მოკლედ ნებისმიერ დროს შეგიძლია დაურეკო, მაშინ შენ თავთან უფრო კომფორტულად გრძნობ, ხო, თავს შეგიძლია წახვიდე აკეთო რაღაცები მარტო და მე როცა არ იგრძნობ თავს კარგად, უბრალოდ იცი, რომ შეგიძლია დაურეკო ადამიანს. ეგ არის ალბათ რაც შეიცვალა. Feels better. კიდე რა ვიფიქრე, იცი, მუსიკის რეკომენდაციებსაც გაგიზიარებთ ხოლმე, თუ გესიამოვნებოდათ. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს მუსიკა, ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი აქვს. თავიდან პატარა რო ვიყავი კლასიკური მუსიკის სკოლა. დავამთავრე ფორტეპიანოს მიმართულებით და მაგის მერე რავი რაღაცა შეიცვალა ჩემში და ვიждები განსაკუთრებით როკზე და მეტალზე. გადაწყვეტე რომ ამაზეც გითხრათ 1-2 სიტყვა. შეიძლება უკვე ნანახეთ ჩემი კოპენჰელის ვიდეო. კოპენჰელი არის სკანდინავიაში, ნორდიკებში ყველაზე დიდი როკ-მეტალ ფესტივალი. სადაც აი უმაგრესი ბენდები ჩამოდიან ხოლმე და აი რაღაც გადასარავი არტისტები მე რომ 17-16 წლიდან უსმენენ და ეკრანზე რომ ყავს მხოლოდ ნანახი და ეხლა მეორე წელი იყო წელს უკვე
რომ მივდივარ და ყველა არტისტს რო ვესწრები 4 დღე და 4-ვე დღე იქ ვარ, რომ ყველა ვნახო და თავი მგონია ზღაპარში. იმდენად მიყვარს მოკლედ კარგი მუსიკა. ხო და ეხლა უსმენ მთელი კვირა გაგიჟებით სმითს. სავარაუდოდ ბევრმა თქვენგანმა იცის, იმიტომ რომ საკმაოდ პოპულარულები არიან, მაგრამ მაინც რაღაცებს, რასაც მოვუსმენ ხოლმე, შემიძლია გაგიზიაროთ. იმიტომ რომ YouTube-ზე დიდად ვერ ვდებ ხოლმე, მე copywriting-ში მithulis რატომღაც და ჯერჯერობით მუსიკისთვის არ ვიხდი YouTube-ზე რომ ავტვირთო ხოლმე. და ამიტომ Instagram-ზეც თუ მომყვებით, იქაც ვაზიარებ ხოლმე ჩემს სტორებს და იქაც ვადებ რაღაც მუსიკას, რაც განსაკუთრებით მიყვარს ხოლმე და აქაც შემიძლია გაგეზიაროთ ხოლმე, რას უსმენ იმ დღის განმავლობაში, როცა გიწერთ ვიდეოს, ან კვირის განმავლობაში, ან რა რით ვარ შეპყრობილი იმ მომენტში და ესე შემდეგ. მოკლედ მინდოდა გამეზიარებინა, რომ თუ არ უსმენთ სმითს, აუცილებლად დაიწყეთ. ან თუ გადაგავიწყდათ ჩემსავით და ამ კვირაში რაღაც შეიცვალა, ეკრებ თქვენთანაც შეიცვალოს და გახსენებთ რა, მოკლედ კარგ მუსიკას. ხო და კარგი მუსიკის გაზიარება თქვენც არ დაგავიწყდეთ, ყოველთვის ღია ვარ ხოლმე კარგი მუსიკისთვის. კომენტარებში შეგიძლიათ დამილინკოთ, რას უსმენთ ხოლმე, როცა არაფრის კეთების ხასიათზე ხართ და თან ყველაფრის. მოკლედ დამილინკეთ თქვენ საყვარელი სიმღერებიც და გადავხედავ და მე გავცვალოთ ხოლმე. ადრე გითხარით ხო, რომ კოპენჰაგენი ძალიან პოპულარულია second-hand-ებით. უბრალოდ second-hand-ები ძალიან პოპულარულია კოპენჰაგენში. ხო და გზად რამდენიმე მაღაზია შევხვდეთ, მოდით თქვენთან ერთად გადავიდეთ და აი იქ შევიდეთ. მიყვარს აქაურავა. წავედით. დავაპარკინგოთ ახლა ჩემი ველო. აი აქ. და შევიდეთ. მოდი აბა ახლა ვნახოთ რა ეპიკლოაქს. ეს ბიჭების სექცია, მაგრამ ეს ძალიან საყვარელია და მეც მგონი არ ვიტყოდი უარს. ძალიან მომწონს, ტყავია. რაღაც არ ვიცი, მოდი ნახოთ. 999 კრონა, ანუ 150 ევრო. აი შენ ფერად ჩავლებზე ვგიჟდები. თუმცა ეს ფერი არ მიყვარს დიდად. თან ყველაფერს ვერ ვიღებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხია და არ სიამოვნებთ როცა ვიღებ, ამიტომ ყველაფერს ვერ გაჩვენებთ ამჯერად სამწუხაროდ. ჩავიდეთ და ვნახოთ ახლა აქ რა ხდება. ნუ აქაც ძალიან ბევრი ფერადი შალვარი. ეს არის ჩემი 64. ფერადი და ჭრელი საროჭკები, გიჟდები. ესეც ბიჭების სექციაა, მაგრამ who cares? ყველაფერი მომწონს, მაგრამ ისე არც ერთი რომ მოვისინჯო და მე ვიყიდო, იმიტომ რომ ძალიან მეზარება. საერთოდ რატო შემოვიდი არ ვიცი, მაგრამ თვალსწყალი დავალები. წავედით, კარგ ხასიათზე რომ ვიქნები შემოგუგლი აქაურობას კიდევ ერთხელ რო არ დამეზარება გასინჯო. წავედით ახლა სადმე დავსხდეთ. გზა ჩემხდა აკორდების უბრალოდ ფირსაკრავის და აკორდების მაღაზია და ეხლა ვნახე რომ გასდაკლება და მივიფიქრე რომ მოდი ვნახოთ, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს და ეხლა ვეძებ ფირსაკრავსა და ჩამეცილება ფირები დაუკრა ხოლმე. გიჟდები, მოდი არსად პონჯონი. ძალიან საყვარელობა. კაი, ვნახოთ რაებია, რამე ისეთი თუ შეგხვდა. რაც ძალიან მიყვარს. რას ვიზამთ და წავიყვანთ სახლში. აქეთ რა გვაქვს?
ხო დიდად როგით შეიძლება მოიცა 100 კრონი რატო წერია აქ 20 წერია კაი რაღაცა გაუგებრობა ალბათ შეიძლება ხო იცი რაღაცეების წაყვანა ნახეთ რა საყვარელი შოპია მაღაზია ამიტომ მიყვარს ნორებრო სულ ესეთი რაღაცეებია ხოლმე ძალიან ჩემი საყვარელი სტილი ეს არის კიდე ყველაზე დიდი სასაფლაო სადაც ჰანს კრისტიან ანდერსენი არის და Little Mermaid ზღაპარი როა ძალიან ცნობილი მთელ მსოფლიოში და ჩვენ რომ მაგ ზღაპრებზე ვართ გაზრდილები ნუ მხოლოდ მაგაზე არ მაგრამ ალბათ ყველა მიცი აი ეგ არის დაწერილი ჰანს კრისტიან ანდერსენის მიერ რომელიც იყო დანიელი ველკინაღამ გადავიჭრა ხო და ბევრმა არ იცის ხო და ეხლა სადაც ვარ რო გაჩვენეთ ეს ყველაზე დიდი სასაფლაო რომელიც ასევე პარკია რატომღაც ძალიან უცნაურია მაგრამ whatever აი მანდა დაკრძალული ჰანს კრისტიან ანდერსენი თუმცა ძალიან დიდია და ზუსტად აღარ მახსოვს სად არის ამიტომ ეხლა მან აღარ შევალ მაგრამ სხვა დროს აუცილებლად გაჩვენებთ ძალიან საყვარელი ანუ ძალიან უცნაურად კი ჟღერს ახლა რო ამბობ ძალიან საყვარელი საათქო სასაფლაო მაგრამ ესეთი მოვლილი და ლამაზია მაგიტოა პარკი ხალხი მიდის საკურას დროს გაზაფხულზე ძალიან ხშირად და შემოდგომით რავი ეს ადგილი არის აი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშემოდგომო ფოტოსესიისთვის მეორე სიყვარული შეხვდა ეს მაღაზია ვიცი აკორდების მგიჟდები ეს არის ჩემი საყვარელი იმიტომ რომ ყველაზე ნაკლებასადაც აქ ნახავთ ხოლმე ბიუჯეტურად რაღაც ფირსაკრავებს და ფირებსაც და თან ყოველთვის კარგია ხოლმე Pink Floyd, John Lennon თავს როგორ ვიკავებ არ შევარდა რაღაცები არ ვიყიდო ნაცნობი შემხვდა ეხა ქუჩაში ძალიან რენდომად და გავიაზრე რა რომ ეს რაღაც სხვა ქალაქის როცა ცხოვრობ სხვა ქვეყანაში და ძალიან რენდომად დაგეგმვის გარეშე ხვდები ნაცნობებს მე რეიწყებ უკვე ფიქრს რომ I feels like home already ძალიან კაი გრძნობა ერთ ჩემს საყვარელ კაფეში მივედი თუმცა ისეთი გადაჭადილი იყო ნემსაც ვერ ჩააგდებდი როგორც ჩვენ ვიტყოდით ხოლმე ამიტომ წავედით ეხლა შევამოწმოთ კი ვიცი აქვე რამოდენიმე ძალიან საყვარელი ადგილი უბრალოდ ერთი ორი ფავორიტია და იმედია მანდ იქნება ადგილები თან ისე რომ აი ნორმალურად ვიმუშაო რა ძალიან ხმაური და რაღაც არ მინდა იმედია გამემართლებს თორე სანამ მოვძებნი რაღაცას მე ისეთი დაღრილი ვიქნები მე მომშვიდება და მე სახში წასვლა მომინდება და ალბათ დავიწინე აი აქ შევალთ გადაწყდა აქ ნამყოფი ვარ და ძალიან საყვარელი ადგილია ამიტომ აი აქ დავჭდები ძალიან საყვარელი ადგილი ცხელი შოკოლადი და დავიწყოთ მუშაობა ამასობაში კითხვა მოყავდა უკვე 4-ია 5 დაიწყო და 5-ის წუთებზე უკვე ვნელა ხოლმე კი ძალიან გავერთე მუშაობაში მაგრამ აია რაღაცები მაინც გავაკეთე ჩემი ჟურნალში ჩავწერე რაღაცები გეგმა დავწერე დღეს რის გაკეთებას ვაპირებ და მთელი კვირის განმავლობაში და ნუ რაღაცები დავალაგე რა თავში რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ნუ პროდუქტიული ვიყო ან საერთოდ რაღაც გავაკეთო ხოლმე ამიტომ თქვენ ნამდვილად არ ყოლეთ ჯერ მხოლოდ 4 ანუ საქართველოში რო ვარ ხოლმე 4-ზე ვიწყებ ცხოვრებას და აქ უკვე 4-ის მერე დიდად არაფერს გეკმო იმიტომ რომ უკვე ბნელად ძილის დრო კიდევ ისე თქმაც მინდოდა ისაა რომ ამ ვიდეოების და Facebook ჯგუფის შემდეგ ვინც არის ეს Facebook ჯგუფიც მოხდა მოკლედ TikTok-საც რაღაცებს ვაზიარებ ხოლმე ამ Facebook ჯგუფის და ვიდეოების შემდეგ ბევრი თქვენგანი მწარს ხოლმე რაღაცა კითხვებს ან უბრალოდ კომენტარს მიწერს ძალიან საყვარელს მაშინაც კი როცა კითხვა არ გაქვთ უბრალოდ მინდოდა რომ აღმენიშნა ეგეც რომ ძალიან სასიამოვნოა და აი უსაყვარლესი კომენტარები და მესეჯები მომდის ხოლმე
ხო და ზოგი მწერს კიდე რომ გაწუხებო, მაგრამ თუ შეგიძლიაო რომ ამ კითხვაზე პასუხი გამცემ და არ მოწუხებთ, ანუ Facebook ჯგუფი და ესეთ ვიდეოების დადება YouTube-ზე მაგიტო დავიწყე რომ ვფიქრობდი და იმედი მქონდა რომ თქვენ მაინც დაგეხმარებოდით, იმიტომ რომ მე როცა ეგ პერიოდი მქონდა, არავინ არ იყო ისეთი, ვის ვიდეოებსაც ვუყურებდი და ესე დეტალურად, რეალურად, რა ვიცი, ამიხსნიდა ყველაფერს, რა როგორ გავაკეთო, განსაკუთრებით Mundus-თან დაკავშირებით და სხვა პროგრამებზე. ამიტომ ძალიან მიხარია პირიქით, თუ რაღაც ნაწილში მაინც გეხმარებით და ოდნავ მაინც გიმარტივებთ საქმეს, იმიტომ რომ ვიცი რა კოშმარიც არის აპლიკაციების მომზადება, მით უმეტეს როცა დაფინანსებით გინდა, იმიტომ რომ ანუ მარტივია სადღაც უნივერსიტეტმა მიგიღოს, მაგრამ აი ძალიან რთულია სრული დაფინანსება მიიღო ისეთ უნივერსიტეტში და იმ პროგრამაზე, სადაც თვითონ გინდა, მით უმეტეს როცა აი ყველას ეჯიბრები მთელი მსოფლიოდან ნებისმიერ ასაკის ადამიანს რა. ამიტომ არ მაწუხებთ ხოლმე, პირიქით მომწერეთ და ზოგმა ისიც მომწერა, რომ კომენტარების დადებაც ერიდება და არო პირიქით ეგ ძალიან მახარებს. ჩემი мотиваცია მაგალითად YouTube-ზე ეგა, როცა თქვენს კომენტარებს ვნახულობ ხოლმე, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ ვერ ვიგებ მოყურებთ თუ არა, ვერ ვიგებ მოგწონთ თუ არა, რასაც ვაკეთებ. რამოდენიმეჯერ დავყო SpaceX რომ ანუ რა თემასთან დაკავშირებით გინდათ. ეხლა დაიწყო რა თემასთან დაკავშირებით გინდათ ვიდეოები თქო. 1-2-მა დამიწერა მხოლოდ და ეგეც ძალიან დამეხმარება, იმიტომ რომ თქვენ უმეტესად ხო თქვენთვისაც ვიღებ არა, რა თემაც გაინტერესებთ, იმ თემაზე შემიძლია კონტენტის შექმნა და ვიდეოს გადაღება, ამიტომ ეგეც დამიწერეთ ხოლმე რა კომენტარებში და მე ალგორითმი ისე მუშაობს, რომ სხვასაც უჩვენებს და იქნებ სხვასაც ძალიან ჭირდებოდეს და ჩემი мотиваციაცაა, ამიტომ ჩემგან ეგ დიდი თხოვნა იქნება, რომ არ მოგერიდოთ არც კომენტარების დაწერა, არც კითხვების გამოგზავნა. პირიქით, რაც უფრო მეტ თქვენს მეგობარს და ნაცნობს გავუგზავნოთ, მით უკეთესი იქნება ჩემთვისაც და სავარაუდოდ მათთვისაც და მეც დამეხმარებით თუ engagement-ს გაზრდით. ეს ჯგუფი როცა გავაკეთე Facebook-ზე, პირველი ეს გავაკეთე YouTube-ი არ მქონდა დაწყებული, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გავაკეთე, მგონი ან 1 წლის წინ. უმეტესად რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩემი მეგობრები და ნათესავები და ოჯახის წევრები იყვნენ ამ ჯგუფში, მაგრამ მე უცებ გაიზარდა. სადღაც 100 კაცი იყო პირველი რამოდენიმე თვე ჩემ ჯგუფში და ეხლა 650-ზე მეტი ადამიანია და თან ძალიან ორგანული ზრდა, ანუ ესე რეკომენდაციებით პოულობს ხალხი ჩემს ჯგუფს და მე აგზავნის გაწევრიანების მოთხოვნას და ძალიან მიხარია. მე უმეტესად თითქმის ყველა კითხვებითაც მოდის ხოლმე პირადში და პირიქით ეგ ძალიან სასიამოვნოა. თუ YouTube-ზეც მომცემთ მაგ мотиваციას, ძალიან გამიხარდება და მე უფრო კარგ ვიდეოებს გავაკეთებ და უფრო მრავალფეროვან თემებთან დაკავშირებით. დროებით. კიდე გვაღამდა ამასობაში არა და 5-ია ახლა. ამოვედი კაფედან და მივდივარ სახლში. და რატომღაც მომინდა რომ ფეხით მოვon, იმიტომ რომ ძალიან არცივა და აი რაღაც ძალიან fresh აირია რა მოკლედ. ძალიან კაია. თან ძალიან შორს არ არის ჩემი სახლიდან, ამიტომ გადავწყვეტა რომ ფეხით ვიარო და სმითს მოვსმინო. სახში მომვდით, არაფერს გავაკეთებ, ალბათ ფილმს ვუყურებ და შევჭამ და მე ალბათ ადრე წავალ დასაძინებლად, ამიტომ ისეთ საიტარსოს აღარაფერს გავაკეთებ, რაც ჩასაწერა დღის ალბათ. დროებით და თუ მოგწონთ ესეთი ერთი ჩვეულებრივი დღე ჩემთან ერთად, ეგეთ კომენტარებში დამიწერეთ, ძალიან გთხოვთ და გავაკეთებ ხოლმე სხვადასხვა აქტივობების დროს. დროებით.